რომ დავფიქრდეთ, ლოგიკურად რომ ვიმჯელოთ. ნაციონალური მოძრაობა რო გაქრეს. ხელისუფლება ვის გამოიყენებს, ან რას გამოიყენებს იმისთვის, რომ ხალხი დააშინოს, საკუთარი ელექტორატის მობილიზაცია მოახდინოს, იმისთვის რომ ხალხო შეიძლება ოცნება არაფერს არ გვიკეთებს, მაგრამ ნაცებს ხომ აინჯობია. ეგ არგუმენტი რო დაიკარგება. ქართული ოცნება გაძლიერდება თუ დასუსტდება? მე მგონია დასუსტდება. სხვათა შორის ეგ ხრიკი რომ მე კი ცუდი ვარ, მე კი შეიძლება იდეალური არ ვიყო, მაგრამ აბაგრეთში ხაჯობია, სააკაშვილის მმართველობის დროს იყო ეგეთი ტაქტიკა გამოყენებული, რომ შეიძლება სააკაშვილის რეჟიმი ცუდია, მაგრამ მისი ოპონენტები კიდევ უარესები არიან. მაშინ გაჩეჩილაძე ლევანი იყო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. მაშინ მახსოვს, ყველგან ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა მაგ ნარატივს აჟღერებდა, რომ კი შეიძლება ხა იდეალურად არ იყოს ქვეყანა ვითარება, შეიძლება პრობლემები იყოს, მაგრამ ალტერნატივა რა არის ხალხო? იმას ისევ შევარდნაძის ეპოქაში უნდა დავბრუნდეთ? მაგ სტრატეგიას იყენებს ქართული ოცნება. კონსერვატორების საქართველოსთვის